შეიძლება თუ არა რომ ადამიანს ჰქონდეს ძლიერი რწმენა, თუმცა ეკლესიაში იშვიათად დადიოდეს. შეიძლება? აი ძლიერი რწმენა რას ნიშნავს? მოდი ერთი ცდა ჩავატაროთ, გინდა? ჩავატაროთ ერთი ბავშვი დამეხმარება ვინმე? უფრო პატარა გავახაროთ პატარები, თორე მადლობა. მოდი აბა ვაშკაცო, შენ მოდი. მოდი აბა. ერთი სკამი მომიტანე თუ არ შეწუხდები. პატარა ცდა ჩავატაროთ, ნახოთ რა გამოგვიყვება. დადექი აქ, ცოტა უკან დადექი უკან, აი იქ დადექი, იქ დადექი. ეხლა შენ შეგიძლია რომ თვალები დახუჭო და იქამდე გაიქცე? შეგიძლია? მე სკამი როა? თვალები უნდა დახუჭო, არ დაგავიწყდეს. დახუჭე აბა თვალები. კარგად დახუჭე თვალები. აბა გაიქეცი. რატო გაჩერდი? მოდი ახლიდან მოდი. დახუჭე თვალები. აბა გაიქეცი. გაიქეცი მე. რატო ვერ გარბიხარ? სკამი რო იცი მაგიტო? ხო და შენ რო გჯერა რომ აქ სკამია. ხო იცი რომ დაეჯახები. ამიტომ ვერ გარბიხარ თავქუდ მოგლეჯილი, ხო მართალი, ხო ვთხილობ. ხო და ადამიანმა თუ იცის რომ არსებობს ჯოჯოხეთი, მარადიული სატანჯველი, არსებობს მარადიული სიხარული. თუ ადამიანს ეს ჯერა, ის თავშეკავებული იქნება, ხო მართალი. თუ ადამიანმა იცის რომ მისი ეკლესიაში სიარულით ეს ღმერთთან შეხვედრაა და სულს გადაიცემს, როგორ არ მივა? ეხლა წარმოიდგინეთ რომ აი ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ? ჩვენ რა გვქვია? გოჩიკო. აი ხა მაგალითად ჩვენ რო ვიცოდეთ რომ ცოტა ხანში უნდა ესე იგი მიწისძვრა იყოს და ჩვენ აქ ტახტი გვაქვს, წამოწოლილი ვართ ტახტზე და არ ხეინათ წევართ. არ დაგო დაიწყე მიწისძვრა. რა შეზავდი? გვერდს იბრუნებდი და ძილს გააგრძელებდი? აბა? გაიქცეოდი, ხო მართალი? თუ ადამიანს ჯერა რომ მიწისძვრა უეჭველად იქნება, აუცილებლად გაიქცევა. თუ ეს არ ჯერა, მაშინ არ გაიქცევა. თუ ადამიანს წამს მარადიული სიცოცხლე, ის აუცილებლად ღმერთთან ურთიერთობას